საფარქვეშ ჯონ დევირი თავი მეშვიდე მოჯადოებული ღვთის სიტყვის სინათლე სიცრუეს ააშკარავებს და ადამიანთა გულის ფიქრებსა და ზრახვებს განარჩევს. ამბოხება ჯადოქრობაა. უჯულოების ამ ფარული პრინციპის ზემოქმედება სახეზეა ჩვენს საზოგადოებაში და არანაკლებად ცხადია ჩვენს ეკლესიებში. თუმცა აქ შედარებით ფარული გზებით იპარება. ეს თავის სიღრმისეულ წარმოდგენას გვაძლევს ამბოხებაში მყოფი მორწმუნის ცხოვრებაზე ჯადოქრობის ზეგავლენის შესახებ. ურჩობიდან გამომდინარე კონტროლის საკითხს ძველი და ახალი აღთქმებიდან, ასევე თანამედროვე აღწერილობებიდან შევისწავლით. უარყოფილი წყევლა. უპირველესად გადავხედოთ ისრაელს. უდაბნოში მოგზაურობისას აბრაჰამის შთამომავლებმა ბანაკი მოაბის ველზე დასცეს. არც თუ დიდი ხნის წინ ბაშანს შეუდიეს და ამარცხეს და თითქმის გაანადგურეს ამორელები, რომლებმაც თავიანთ ტერიტორიაზე გავლის უფლება არ მისცეს. როცა ისრაელი მოაბის მახლობლად დაბანაკდა, ბალაკი და მისი ხალხი, მოაბელები და მიდიანელები შეშფოთდნენ. ისინი შიშმა აიტანა. უფალი ასე დაპირდა ისრაელიანებს. წინწაგი მძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოუგრი ყოველ ხალხს, ვისთანაც მიხვალ. გამოსვლის 33 თავის 27 მუხლი. მათ იცოდნენ, რომ ისრაელმა ყველა ერი დაიპყრო, ვინც მათ წინ აღუდგა და სრულიად გაანადგურა ძლევამოსილი ეგვიპტე. მეფე ბალაკმა ელჩები გაუგზავნა წინასწარმეტყველ ბილყამს და დახმარებას თხოვა. ის სულიერი გულმოდგინებით და გაგებით იყო ცნობილი. მეფემ იცოდა, რომ ბილყამის წინასწარმეტყველებები სრულდებოდა. მის მიერ ნაკურთხი კურთხეული იყო და მის მიერ დაწყევლილი იწევლებოდა. წარგზავნილთა ორი ჯგუფის მიღების შემდეგ ბილყამი დათანხმდა მთავრების სათხოვარს და ბალაკთან გაყვა მათ, ისრაელის დასაწყევლად. მეფის შემოთავაზებულმა ფულმა წინასწარმეტყველს სწორი გზიდან გადაახვევინა. მომდევნო დღეს ისინი ბაყალის გორაკებზე ავიდნენ და ბილყამმა იქიდან გადახედა ისრაელს. მან მეფეს 7 სამსხვერპლო აღამართინა და თითოეულისთვის შესაწირი მოამზადებინა. ბილყამმა პირი გახსნა ისრაელის დასაწყევლად. მაგრამ ამის ნაცვლად კურთხევა გამოვიდა. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ მეფე განაწყენდა. ეს რა მიყავი? ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიყვანე და აჰა, ლოცვითა კურთხე. რიცხვთა 23 თავის 11 მუხლი. ამრიგად, ბილყამმა მეფეს უფრო მაღალ გორაკზე წაყვანა სთხოვა, რომ იქედან მაინც მიეცა მისთვის სასურველი. შესაძლოა იქ უფრო მეტი ენერგია იყო დაგროვილი დასაწყევლად. ისევ აღიმართა 7 სამსხვერპლო და დამატებით საკლავით შესწირეს. თუმცა ბილყამმა ბაგე გახსნა თუ არა, ჯადოქრული წყევლის ნაცვლად ისევ ისრაელის კურთხევა გამოვიდა. პროცესი გაგრძელდა. ყოველ ჯერზე ცდილობდა წინასწარმეტყველი უფლისერის დაწყევლას, მაგრამ კურთხევას წარმოთქვამდა. ბილყამის მეორე წინასწარმეტყველებაში ერთ საფუძვლიან განაცხადს ვხვდებით. რადგან არაა შელოცვა იაკობის წინააღმდეგ და ჯადოქრობა ისრაელის წინააღმდეგ. რიცხვთა 23 თავის 23 მუხლი. ბილყამმა თქვა, რომ ღმერთის ერის წინააღმდეგ არც შელოცვა და არც ჯადოქრობა არ ჭრის. ეს ჭეშმარიტება თანამედროვეობას რომ მივუყენოთ, ასე ვიტყოდით, არანაირი ჯადოქრობა არ ჭრის ღვთის ხალხზე და არც შელოცვა არსებობს მისი ეკლესიის წინააღმდეგ. ამ აღთქმამ უნდა გაგვამხნევოს. რამდენიც უნდათ, იმდენი ბოდვა და ფუჩსიტყვაობა წარმოთქვან ჯადოქრებმა და გრძნეულებმა და ანთონ სანთლები. შეუძლიათ გააკეთონ თილისმები, მოაჯადოვონ და დაწყევლონ, მაგრამ ღვთისშვილს ვერაფრით ავნებენ. ისინი ვერ დაძლევენ ცოცხალი ღმერთის ეკლესიას. იგავების 26 თავის მეორე მუხლი. კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ამ ჭეშმარიტებას. ისევე არ მოეწევა კაცს და უმსახურებელი წყევლა, როგორც ბეღურის გაფრენა ან მერცხლის ნავარდი. უკან დაბრუნებული წყევლა. ისევ გავიხსენებ დღეებს, როცა ახალგაზრდების პასტორი ვიყავი. გოგონა, რომელიც თავისი სკოლის უფროს კლასებში წამყვანი ჯადოქარი იყო, იესოსთან მოვიდა. დედამისმა ჯერ კიდევ მაშინ მიუძღვნა სატანას, როცა მუცლად მყოფი ჩვილი გახლდათ. მოქცევის შემდეგ ჩემს დამხმარე პასტორს თავისი ცხოვრების შესახებ უამბო. მისმა ერთმა ნათქვამმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ჯადოქრულ წყევლას არ წარმოვთქვამთ ქრისტიანებზე. ჩემი ასისტენტი ჩაეკითხა, რატომ?
მან თქვა, იმიტომ რომ მათზე წარმოთქმული წყევლა უკანვე გვიბრუნდება. პასტორი ათრთოლდა. ხედავთ? მისი ნათქვამი ბილყამის სიტყვებს ეთანხმება. პირველ წინასწარმეტყველებაში ასეთი კითხვა დასვა. როგორ დავწყევლო? ღმერთი არ წყევლის. რიცხვთა 23 თავის მერვე მუხლი. ბილყამსაც რომ წარმოეთქვა წყევლა ისრაელის ძეებზე, უკანვე დაუბრუნდებოდა. დავითი იგივე აზრს ასე გადმოსცემს. დამიფარესია ვის მოქმედთა ფარული ზრახვებისგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისგან, რომლებმაც מחვილით აილესეს ენები. მწარე სიტყვას ისარივით მიმიზნებენ, რათა საფარიდან ესროლონ უდანაშაულოს, მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ. 64 ფსალმონის მეორე მუხლიდან მეოთხე მუხლის ჩათვლით. წყევლას ამბოხებულები, ჯადოქრობაში ჩართულები წარმოთქვამენ, მაგრამ ის მართლებს არ შეეხება. ნახეთ რა ემართებათ მაწყევრებს. მაგრამ ღმერთი ესვრის მათ ისარს, მოულოდნელად დაწყულდებიან. მათი ენების გამო დაანარცხებს მათ, თავს გააქნევს ყოველი მათი მხილველი. 64 ფსალმონის მე-7 და მერვე მუხლი. ისინი თავიანთ ენებზე წაბორძიგდებიან. სხვების საზიანოდ გამოშვებული სიტყვები მათვე დაუბრუნდებათ. დავითმა ასეთი მეტყველი სურათი გამოიყენა ამის აღსაწერად. ბადე გაამზადეს ჩემთა ფერხთათვის. ჩემი სული მოიდრიგა. წინ ორმო გამითხარეს და თვითონ ჩაცვიდნენ შიგ. 47 ფსალმონის მე-6 მუხლი. დაუმორჩილებლობისთვის ცდუნებული. ბილყამმა იცოდა, რომ იმ დროისთვის ისრაელიანების დაწყევლა შეუძლებელი იქნებოდა. ძალიანაც რომ სდომებოდა, მაინც ვერ მოაწევდა მათზე წყევლის შედეგებს. მოსემ ეს ვითარება ასე აღწერა, რადგან პურითა და წყლით არ შემოგეგებნენ გზაზე, როცა გამოხვედი ეგვიპტიდან და დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბილყამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად. არინება უფალმა შენმა ღმერთმა ბილყამის მოსმენა და წყევლა კურთხევად შეგიცვალა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან შეგიყვარა უფალმა, შენმა ღმერთმა. მეორე რჯულის 23 თავის მე-4 და მე-5 მუხლი. ეს ჩვენს შემთხვევაშიც ჭეშმარიტებაა. განრისხებულმა მეფე ბალაკმა შეხვირა. ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიხმე, შენ კი სამჯერ აკურთხე. ახლა გაიქეცი შენს ადგილას, ვიფიქრე პატივს გცემ მეთქი და აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა. რიცხვთა 24 თავის მე-10 და მე-11 მუხლი. მეფეს ბილყამისთვის დიდძალი ჯილდოს და საზოგადოებრივი პატივის მინიჭება სურდა. თუ ეს უკანასკნელი წარმატებით დაწყევლი და საბედისწერო მტერს. არსებითად კი, მეფემ ეს თქვა, დაივიწყე საზღაური. ჩანს შენს ღმერთს არ სურს რომ მოგცეს ის, წადი და თვალით აღარ დამენახო. ბილყამს პრობლემა ჰქონდა. მას ჯილდოს მიღების სურვილი კლავდა. სწორედ ამიტომ იყო იმ ადგილზე და ახლა ხელიდან ეცლებოდა. დანაკარგის თავიდან ასაცილებლად მეფე ბალაკს შეტევის სხვა გეგმა გაუზიარა. მართალია ისრაელიანების დაწყევლა არ შეეძლო, მაგრამ იცოდა როგორ უნდა მოექცია ისინი წყევლის ქვეშ. უწყოდა რა ამბოხებასა და ჯადოქრობის შორის არსებული სულიერი კავშირის შესახებ, ბილყამმა მეფეს ისრაელიანთა ბანაკში მოაბელი ქალების გაგზავნა ურჩია. მეფემ მათ კერპები გაატანა და ისრაელიანი კაცების სექსუალურ ცოდვაში ჩათრევა უბრძანა, რომ ღვთისდადგენილებების წინააღმდეგ ამბოხებულიყვნენ. ბილყამი დარწმუნებული იყო, რომ ამბოხება მათ ჯადოქრული წყევლის ქვეშ მოაქცევდა. ამ ამბის სინამდვილეში დარწმუნებული ვართ, რადგან მოსემ და იესომ მეფისთვის მიცემული რჩევის შესახებ ილაპარაკეს. მოსემ დაამოწმა, განა ბილყამის რჩევით არ აცდუნეს მათ ისრაელის ძენი, რათა ემუხთლათ უფლისთვის ფეღორზე და მომსვლელი სენი მოედო უფლის კრებულს. რიცხვთა 31 თავის მე-16 მუხლი. მრავალი წლის შემდეგ იესომ ბილყამზე თქვა, რომ მან ბალაკს ასწავლა და აცდუნა ისრაელიანები, რათა კერპთ შენაწირი ეჭამათ და ემეძავათ. გამოცხადების მეორე თავის მე-14 მუხლი. ძალად თავდატეხილი წყევლის შესახებ წმინდა წერილიც ლაპარაკობს. ბილყამის წინასწარმეტყველებების შემდეგ მალევე ვკითხულობთ, დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მურშობა მოაბელ ასულებთან. თავიანთი ღმერთების სამსხვერპლოებთან იწვევდნენ ხალხს ისინი და ჭამდა ხალხი და სცემდა თაყვანს მათ ღმერთებს. მიეწება ისრაელი ბაყალ ფეღორს და აღეგზნო უფლის რისხვა ისრაელზე. რიცხვთა 25 თავის პირველი მუხლიდან მესამე მუხლის ჩათვლით. დიდმა ჭირმა იფეთქა და
ისრაელის ძეები გაანადგურა. შეუძლებელი იყო ისრაელის დაწყევლა, მაგრამ დაუმორჩილებლობა ისინი ჭირის წყევლის ქვეშ მოაქცია. 24,000 კაცი მოსრა ამ ჭირმა. რიცხვთა 25 თავის მეცხრე მუხლი. 24,000. აცნობიერებთ ამ განცხადების მთელ ტრაგედიას. დღეს ავიაკატასტროფის ან ქარიშხლის მიერ წაღებული ასობით სიცოცხლე მსოფლიო მნიშვნელობის სიახლე ხდება. აქ ლაპარაკია არა რამდენიმე ასეულზე, არამედ 24,000 ადამიანზე. ეს იყო უდიდესი ერთეული შემთხვევა, როცა ისრაელმა ამხელა დანაკარგი ნახა უდაბნოში ცხოვრებისას. ყველაფერი ადამიანთა ამბოხებას მოჰყვა შედეგად. უკიდურესმა ურჩობამ კარი გაუხსნა უკიდურეს ჭირს. მათი ამბოხება შემზარავი გახლდათ. ფაქტობრივად, ერთმა უსირცხვილო ისრაელიანმა მიდიანელი ქალი მოსესა და მთელი თემის თვალწინ ჩაატარა, როცა ისინი ღვთის წინაშე მოთქვამდნენ. რიცხვთა 25 თავის მე-6 მუხლი. რამ შეაჩერა ჭირი? ალბათ მიხვდით, უკიდურესმა მორჩილებამ. დაინახა ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში. მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარვამდე და ორივე განგმირა შუბით, ისრაელიანი და ქალი მუცელში. და შეწყდა ისრაელის ზეთა მოსვრა. რიცხვთა 25 თავის მე-7 და მე-8 მუხლი. ნება მომეცით ერთი რამ გამოვკვეთო. ღმერთი არ გახლავთ ჭირისა და სნეულების ავტორი. ისრაელის ძეებმა აშკარა დაუმორჩილებლობა გამოიჩინეს და ღვთის ძალაუფლების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ამის გამო უფლის მფარველობა აღებულ იქნა მათგან და ღვთის ნებართვით მტერს კანონიერი მისადგომელი მიეცა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამბოხება ჯადოქრობაა და მაკონტროლებელ დემონურ ძალებს კანონიერად შემოსვლის უფლებას აძლევს. ისრაელი მისნის წყევლას გადაურჩა, მაგრამ ურჩობამ გაანადგურა. ვინ მოგამწყვდიათ წყევლის ქვეშ? ახლახანს განვიხილეთ ძველი აღთქმის მაგალითი, რომ ამბოხება ჯადოქრობაა. კიდევ ბევრი თვალსაჩინოება არსებობს, მაგრამ ახლა ახალ აღთქმას მივუბრუნდეთ. პავლე მოციქულმა გალატიის ეკლესიებს მკაცრი წერილი მისწერა. ეს წერილი ზოგადად გალატიის მოსახლეობას კი არა, კონკრეტულად ეკლესიებს მიეკუთვნებოდა. ყურადღებით წაიკითხეთ პავლეს განაცხადი. ჰოი უგუნურო გალატელებო, ვინ მოგაჯადოვათ? გალატელთა 3 თავის 1 მუხლი. ერთი წუთით მოითმინეთ. პავლე ეკლესიას ეუბნება, რომ ჯადოქრული წყევლის ქვეშ იმყოფება. შესაძლოა კითხვა დასვათ. მე მეგონა ღვთის ერის წინააღმდეგ არავით არის შელოცვა და ჯადოქრობა არ ჭრიდა. დიახ, ეს მართალია. არც ერთ მორჩილ ქრისტიანზე არ მოქმედებს წყევლა. და მაინც გახსოვდეთ, რომ ამბოხება ანუ ურჩობა ადამიანს ჯადოქრობის გავლენის ქვეშ აყენებს. გაიხსენეთ ჩემი დამხმარე პასტორის შეხვედრა ყოფილ ჯადოქართან, რომელიც გრძნეულებისგან გათავისუფლდა. როცა გოგონამ დაინახა, რომ კაცმა აღფრთოვანება გამოხატა ქრისტიანების წყევლისგან დაცულობის გამო, სასწრაფოდ დაამადა. პასტორო, ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ ეკლესიის ნელთბილ ქრისტიანებზე, ურჩებზე. ამის დასტურად მოისმინეთ, რა თქვა პავლემ. ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? გალატელთა 3 თავის 1 მუხლი. მოჯადოება გულისხმობდა ღვთის სიტყვის ურჩობას და არა ჯადოქრობის წყევლას მათზე. რატომ? იმიტომ, რომ ამბოხება ჯადოქრობაა. არსებითად, გალატიის ეკლესია ჯადოქრულ წყევლას ურჩობის გამო დაექვემდებარა. სანამ წინ წავიდოდეთ, მინდა ერთ საკითხს ნათელი მოვფინო. მოჯადოებულები ვხდებით მაშინ, როცა ღვთისგან უკვე გაცხადებულ სიტყვას არ ვემორჩილებით და არა მაშინ, როცა ურჩობას ვიჩენთ ჯერ კიდევ გაუცხადებელი სიტყვის მიმართ. ეს ნათელი ხდება პავლეს შემდგომი სიტყვებიდან. ჰოი უგუნურო გალატელებო, ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე. გალატელთა 3 თავის 1 მუხლი. ეს კონკრეტული შემთხვევა უნივერსალურ ჭეშმარიტებას მოიცავს. ღმერთმა მადლით გადარჩენა განუცხადა იმ ეკლესიებს პავლეს ქადაგების მეშვეობით. დიდი ხანი არ გასულა, რაც სხვაგვარი აზროვნება და ტრადიციები მიიღეს და ეურჩნენ ადრე სულიწმიდისგან ძალზე ნათლად გაცხადებულ სიტყვას. მათ დაიწყეს იმ რწმენით სწავლება და ცხოვრება, რომ გადარჩენა რჯულის საქმეების დაცვით მოდის. თუმცა აქ გვინდა ხაზი გავუსვათ უნივერსალურ ამოსავალ წერტილს. როცა ვეურჩებით ღვთისგან ნათლად გაცხადებულს, საკუთარ თავს ჯადოქრული წყევლის ზეგავლენის ქვეშ ვაყენებთ.
რატომ? იმიტომ რომ ამბოხება ჯადოქრობაა. ანალოგიური რამ მინახავს მთელ თემში, ოჯახებში და ცალკეულ ადამიანებში. ბევრ ეკლესიაში მოსიარულეს შევხვედრი ვარ, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო თითქმის მუდმივ ურჩობაში ცხოვრობენ. ბევრმა არაფერი იცის მის სისასტიკეზე, რადგან გახევებულები არიან, ეგრეთ წოდებული მადლის ცალმხრივი სწავლებით, რომელიც მორჩილების მნიშვნელობას აკნინებს. მათ ცხოვრებაში ერთ კრიზისს მეორე ცვლის. ყოველთვის ებრძვიან რაღაც პრობლემას ან ცოდვას, რომელზეც ვერ იმარჯვებენ. ისინი ერთ მხარეს დაუძვრებიან იმისთვის, რომ მეორეში გაებან. ყოველი შემდგომი ვითარება წინაზე უარესია. ეს პრობლემები შთანთქავენ მათ დროს, ენერგიას და შემოსავალს, სადღაც ადგილი მიეცა კანონიერ დემონურ ზეწოლას, ან ზეგავლენას, და უმორჩილებლობა მათ ადვილ სამიზნედ აქცევს. მინახავს, როგორ ზარალდება მათი ქორწინება. უარესიც გაყრის მსხრევამდე მიდის. სხვები კარიერულ წინსვლას ვერ ახერხებენ, უფრო მეტიც სამუშაოს კარგავენ. ზოგიერთები ქურდობის, ფინანსური კრიზისისა და ტრაგედიის მსხვერპლი ხდებიან. გაღიზიანებულების სასოწარკვეთით დაეძებენ ვის დასდონ ბრალი. ხშირ შემთხვევაში ასეთი აღმოჩნდებიან მშობლები, პასტორები, უფროსები, მეუღლეები, ბავშვები, მთავრობანი ან სხვა ადამიანები, რომლებიც მათ მოსაზრებებს არ ეთანხმებიან. ფაქტობრივად სახეზეა ორი დამნაშავე, რომლებიც ერთმანეთით იკვებებიან. პირველი გახლავთ სიცრუე. მათი გულები სიბნელის ღრუბელშია მოქცეული, რადგან უარი თქოს ღვთისმსიტყვის მორჩილებაზე. მეორე დამნაშავე მაკონტროლებელი სულის აბურდული მახეა, რომელიც ურჩობის გამო ადამიანის ნებას უტევს. პავლე არ იგებდა ადამიანებს, რომლებსაც საქმე ჰქონდათ ამბოხებაში მყოფ მაღიარებელ მორწმუნეებთან. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ. იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი. მეორე ტიმოთეს მეორე თავის 25 და 26 მუხლი. პრობლემა: მოტყუებული ტყვეები სხვებს ადანაშაულებენ, რომ საკუთარ ურჩობას დაემალონ. ამის გაკეთება სწორედ იმას ფარავს, რისგანაც უნდა გათავისუფლდნენ. მადლობა ღმერთს მისი სიტყვისთვის. მისი ნათელი ავლენს სიცრუეს და ადამიანის გულის ფიქრებსა და ზრახვებს განარჩევს. სამწუხაროდ, ურჩობის გამო დაზარალებულთა უმეტესობა რაიმეს სწავლაზე უარს აცხადებს. ისინი დაუმორჩილებლობის უდაბნოში ხეტიალს განაგრძობენ და ყველას ადანაშაულებენ იმის ნაცვლად, რომ საკუთარი მცდარი გზებიდან რაიმე ისწავლონ. თანაგრძნობა არ გვაქვს. ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ადამიანმა რაღაც ისწავლა. ერთ საერთაშორისო მსახურებაზე რეგულარული ქადაგების პატივი მქონდა, რომელიც ეკლესიისა და ბიბლიის სკოლისგან შედგებოდა. მიყვარდა და ვაფასებდი მის წინამძღოლს, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. ერთ დღესაც ამ ადამიანმა დამირეკა და მითხრა: ჯონ, ამ მსახურების ყველა ახლო მეგობარს ვურეკავ, რომ ვამცნო რა მოხდება მალე. არ მინდა რომ ეს ამბავი სხვა წყაროებიდან გაიგონ. უნდა გითხრა, რომ ცოლს ვეყრები. 18 წელია დაქორწინებული ვართ და ჩანს, რომ აზროვნებასა და ცხოვრებისეულ ხედვაში განსხვავებული მიმართულებები გვაქვს აღებული. უკვე ვერაფერს ვაკეთებთ ერთად როგორც წყვილი და ძალიან განსხვავდება ის საგნები, რაც მოგწონს. წლებია ვცდილობთ გაუმჯობესებას, მაგრამ ყველაფერი უარესისკენ მიდის. არ მჯეროდა, რასაც ვისმენდი. ჩემთვის ვფიქრობდი, არა, გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ. ძალიან მიყვარდა ეს წყვილი და მათი მსახურება. გაოგნებული და ენაჩავარდნილი ვიყავი. ვდუმდი, პასტორი კი ლაპარაკს განაგრძობდა. ჯონ, იცი რომ იესო ძალიან მიყვარს და თუ შეცდომას ვუშვებ, ის მაჩვენებს. წინამძღოლი კიდევ რამდენიმე წუთს მელაპარაკა ამ ამბავზე და საუბარი დაასრულა. მე თითქმის არაფერი მithქვამს, რადგან ამ ამბის მიღება მიჭირდა და ელდანაცემი ვიყავი. მთელი დღის მანძილზე ვერ გადავხარშე გაგონილი. არაერთხელ გავიმეორე მოსმენილი სიტყვები. ვფიქრობდი, რომ ეს ცუდი სიზმარი იყო. ამ ფორიაქში ვიგრძენი, რომ სულიწმინდა იმ ადამიანთან დარეკვას და ჭეშმარიტების თქმას მთხოვდა. მეორე დილით დავრეკე. კარგად მქონდა ნაფიქრი, რომ ნათქვამი სულიწმინდით ნაკარნახევი პასუხი ყოფილიყო და არა რაიმე რეაქცია. ჩემი ხმა რომ იცნო, პასტორმა მკითხა: გამარჯობა ჯონ, რა ხდება? ასე დავიწყე. გაყრასთან დაკავშირებით მინდა ცოტაოდენი ვილაპარაკოთ.
რაიმე ამორალურ ქცევას ხომ არ ჰქონია ადგილი თქვენი მეუღლის მხრიდან? პასუხი ასეთი იყო, არანაირად. მაშინ ვუთხარი. არასწორია რის გაკეთებაც გადაგიწყვეტიათ. იესომ ნათლად თქვა, რომ გაყრის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ღალატი შეიძლება იყოს. მათეს მეხუთე თავის 32 მუხლი. მალაქიას წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთს გაყრა სულს, რადგან ეს ჩვენს სამოსელს ძალადობით ფარავს. გუშინ მითხარით, რომ იესო გიყვართ და თუ არასწორად იქცევით, დაგანახებთ. რატომ უნდა დაგანახოთ, როცა ეს საკითხი უკვე გააცხადა თავის სიტყვაში? როგორ შეგიძლიათ ღვთის გაცხადებულ ნებას აშკარად შეეწინააღმდეგოთ? თუ ასე მოიქცევით, როგორ დადგებით კათედრასთან მრევლის წინაშე ან ბიბლიის სკოლაში? და როგორ ეტყვით, რომ სიწმინდეში უნდა დარჩნენ და ცოდვას შეეწინააღმდეგონ? საკუთარ თავს და მსახურებას გასაჭირსა და სიცრუისთვის იმედებთ. პასტორმა შემაწყვეტინა და მკაცრად მითხრა: ჯონ ბევირ, შენ ჩემი ცხოვრებით არ გაგივლია და თანაგრძნობა არ შეგიძლია. ყურმილში კიდევ ერთი ხმა გავიგონე, ტელეფონის გათიშვის სუმერი. მსახურმა ყურმილი დამიკიდა. 30 წუთის შემდეგ ჩემი ოფისიდან მაცნობეს, რომ დაგეგმილი მსახურება გამიუქმეს. იქ წასვლას 3 თვეში ვგეგმავდი. ცოლს ვუთხარი, ვიცოდი ამას რომ იზამდნენ, მაგრამ ასე სწრაფად არ ველოდი. ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყდა და მოგვიანებით ერთმა ცნობილმა მსახურმა, რომელმაც იქ გაიარა, მითხრა, რომ ჩემი სახელი ტალახში ამოსვარეს. იგივე აზრზე ვრჩებოდი, რომ გავაკეთე ის, რაც ნამდვილ მეგობარს უნდა გაეკეთებინა. სასჯელით გამოფხიზლებული. ჩემდა გასაკვირად, 7 თვის შემდეგ ზემოხსენებულმა პასტორმა დამირეკა. ჯონ, შენთან გულითადი ლაპარაკი მინდა. იცი რა მოხდა, როცა ყურმილი დავკიდე და შენი მსახურება გავაუქმე? 1 თვის შემდეგ თირკმელებმა მიმტყუნა და გადარჩენის 50%-იანი შანსი მომცეს. მეორე დიალიზის შემდეგ გამოვფხიზლდი და საკუთარ თავს ვუთხარი. ამას რას ვაკეთებ გაყრის გამო? მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი. თირკმელების პრობლემა ჩემი გამოსაფხიზლებელი ზარი იყო. მეუღლეს დავურეკე და მოვინანიე. ბიბლიის კოლეჯში ვთქვი, ჯონ ბევირის მსახურება გავაუქმე, რადგან მან გაყრის შეცდომაზე მიმითითა. ახლა უნდა დავურეკო და ვნახო, დაბრუნდება თუ არა. ამრიგად ჯონ, დაბრუნდები? რასაკვირველია, მივუგემე. ძალიან მიხარო და ამ ადამიანის გამო და მისდამი ჩემი პატივისცემა კიდევ უფრო გაიზარდა. გარდა ამისა, მისი გამოჯანმრთელება იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 1 წლის შემდეგ შესაფერისი თირკმელის დონაცია განხორციელდა. პასტორს ერთი მსახურებაც არ გაუცდენია და ასეთი პროგრესი ექიმებს აკვირვებდა. მონანიების შემდეგ მის ცხოვრებაში უფრო მეტი სულიერი ძალაუფლება და ძალა მოვიდა. ახლა წლების შემდეგ ეს პასტორი გაცილებით შედეგიანად წარმართავს მსახურებას, ვიდრე ოდესმე და მეტად მოთხოვნადი მქადაგებელია ბედნიერი ოჯახით. ყოველთვის როცა ამ წყვილს ვხვდები, ადვილი დასანახია ერთმანეთის მიმართ მათი სიყვარული. ვერც კი იფიქრებთ, რომ რამდენიმე წლის წინ გაყრამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ. საათნახევრიანი ავადმყოფობა. ჩემთვის ადვილი იყო იმ მსახურის თანაგრძნობა განკითხვის გარეშე, რადგან წლების წინ ანალოგიურ პრობლემაში გავიარე. ეს არ ეხებოდა ქორწინებას, არამედ დაუმორჩილებლობას, მსახურების ერთ-ერთ სფეროში. როცა Messenger International-ი დავაფუძნეთ, უფალმა ნათელი მითითება მომცა, რომ მსახურების შესაძლებლობა არასოდეს მიმეღო მისი ნების გაგების გარეშე. რაც არ უნდა მიმზიდველი ყოფილიყო ის, მაშასე. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენს მსახურებას გაფართოების შესანიშნავი შანსი მიეცა, თუმცა ლოცვაში ღმერთი მე და ჩემს მეუღლეს ცალ-ცალკე მტკიცე არას გვეუბნებოდა. შემოთავაზება არ მივიღეთ, მიუხედავად ამისა, მეორე მხარე დაჟინებული იყო. ამან სიამოვნება მომგვარა და მისაღებად განმაწყო. დიდი ხანი არ გასულა, რომ ლოგიკურად დავიწყე იმ სიტყვის უარყოფა, რომელიც თავდაპირველად ღვთისგან მივიღე. დავიბენი და გონება ყოველგვარი სახის სიტყვებმა დამიბნელა. ჩემი ცოლი შეეცადა რჩევის მოცემას, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მე ვერ გადამარწმუნებდა. ბოლოს იქამდე მივედი, რომ შემოთავაზება მივიღე. ხსნის მიღების შემდეგ ჯანმრთელობით კურთხეული ვიყავი და არასოდეს შემხვედრია რაიმე ავადმყოფობა. ღმერთს ჰქონდეს დიდება. იშვიათად თუ გავცივდებოდი და ისიც მალე გადიოდა. დარწმუნებული ვარ, რომ იესომ ჯვარზე სიკვდილით არა მარტო პატიება მოგვიტანა, არამედ ღვთიური ჯანმრთელობითაც დაგვაჯილდოვა. ესაიას 53 თავის 4 და 5 მუხლი, 103 ფსალმუნის 2 და 3 მუხლი.
იმ დღეს, როცა ზემოხსენებული შემოთავაზების მიღების საქმეში წინ წავიწიე, ავად შევიქენი და თავიდან ვერაფრით ავიცილე. ყველაფერი გრიპით დაიწყო. ეს მეორე შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც 19 წლის გავხდი. რამდენიმე დღე ვებრძოდი მას, მაგრამ ვირუსიც დამერთო. მე და ჩემი მეუღლე ქალაქიდან გასული ვიყავით ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად, მაგრამ რამდენიმე დღეში სხეულის ტემპერატურამ 38 გრადუსს გადააჭარბა და დასვენება ჩაგვეშალა. კვირის ბოლოს უნდა მექადაგა, თუმცა სიცხისა და ციებისგან ვიტანჯებოდი. ციებ-ცხელება მომდევნო კვირასაც გაგრძელდა, როცა კანადაში შეკრებები გქონდა. მაღალი სიცხით ვქადაგებდი და მომდევნო მსახურებამდე ჩემს ოთახში ვბრუნდებოდი. საწოლში ვწვებოდი და ვკანკალებდი. ძალა თითქმის სრულად გამომეცალა. ციება მესამე კვირასაც გაგრძელდა. ვერ ვხვდებოდით, რა იყო ამის მიზეზი. ასეთი არასოდეს არაფერი დამმართნია. ლოცულობდი და ღვთისმსიტყვის გამოყენებით ვიბრძოდი, მაგრამ ვერ ვიშორებდი. ბოლოს ექიმთან წავედი. მან ძლიერი ანტიბიოტიკი გამომიწერა და მალე ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდი. წამლის მიღების დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ, მაგრამ გავცივდი ისე, რომ სხეულიდან მთელი ენერგია გამომეცალა. საცოდავ დღეში ვიყავი, ყელის ტკივილი, გაბრუებული თავი და ყველა სხვა სიმპტომი სახეზე იყო. ეს რამდენიმე კვირა გაგრძელდა, სანამ მსახურება დასრულდებოდა. გაციებიდან განკურნების შემდეგ კედელზე ავძვერი და მუხლი დავიზიანე. ისე მძიმედ ვიყავი, რომ მოგზაურობისას ინვალიდის სავარძელში ვიჯექი და შემდეგაც კარგახანს კოჭლობით დავდიოდი. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და კიდევ ერთი ვირუსი შემხვდა. სიცხე 38 გრადუსის ზევით ავიდა და ვერაფრით ვიგდებდი. ისევ დამჭირდა რეცეპტი. როგორც ჩანდა, 1 კვირაც ვერ ვძლებდი რაიმე დახმარების გარეშე. მთელი ეს ციკლი 3.5 თვეს გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე ჩემი ცოლი 1 დღითაც არ გამხდარა ავად. ფიზიკური პრობლემების გარდა სხვა პრობლემებიც გამოჩნდა. ერთ ოპონენტს ვებრძოდი და ისე ჩანდა, რომ მის ადგილიდან დაძვრას ვერ მოვახერხებდი. ჩემზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. ჩემმა გაცნობიერებულმა ურჩობამ წყევლის ქვეშ დამაყენა. ყისიერი შვება ნამდვილი მონანიების შემდეგ. 4 თვე გავიდა და ჩემი ცოდვა ვაღიარე. მიუხედავად ამისა, დადებული პირობა თავს მახსენებდა და თუ სასწაულებრივი ჩარევა არ მოხდებოდა, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. მედალი ზამხელები ჩავჭიდეთ, მოვინანიე და ღმერთს წყალობა ვთხოვე. მან დაგვიხსნა გრძელვადიანი კონტრაქტისგან, რომელშიც თავი გავყავი. რამდენიმე თვის შემდეგ მე და ჩემი ცოლი განვლილ პერიოდზე ვმსჯელობდით და ჩემი ავადმყოფობა დაუმორჩილებლობას დავუკავშირეთ. მივხვდით, რომ ადრინდელი ჯანმრთელობა მონანიებისთანავე აღმიდგა. იმ დროს არსებული სხვა პრობლემებიც გადაიჭრა და გაქრა. მაშინ გამიცხადდა იაკობის სიტყვები. ხშირად მომყავდა ეს მუხლი. წინა ღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. იაკობის მეოთხე თავის მეშვიდე მუხლი. წარსულში შეტევის შეგრძნებისთანავე სიბნელის ძალებს ღვთისმსიტყვით ვეწინააღმდეგებოდი და შედეგებს ვხედავდი. თუმცა იმ განსაცდელის პერიოდში არაფერ მომიშველა. როცა მას თავი დავაღწიე, მივხვდი, რომ იაკობის ნათქვამიდან მხოლოდ ნახევარი მომყავდა. ამრიგად, დაემორჩილეთ ღმერთს. წინა ღუდექით ეშმაკს და იგი გაიქცევა თქვენგან. იაკობის მეოთხე თავის მეშვიდე მუხლი. ეშმაკთან დაპირისპირება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა ღვთისძალა უფლებას მორჩილებით ვექვემდებარებით. გალურჯებამდე შეიძლება ვაღიაროთ რწმენით წმინდა წერილის მუხლები, მაგრამ ურჩობის შემთხვევაში შედეგი არ იქნება. მნიშვნელოვანი განმარტება. გთხოვთ, გაიაზროთ ერთი რამ. აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი დაუმორჩილებლობაში იყოს ყოველთვის. როცა განსაცდელშია, ავად არის ან პრობლემებს ებრძვის. ბევრი მორჩილებაში ცხოვრებისთვისაც იტანჯება. დავითი ასეთი კაცი იყო. მის გულში ადგილი არ ჰქონდა ამბოხებას. ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ წინამძღოლის რისხვა დატეხოდა თავს. მიუხედავად ამისა, გამოქვაბულებში, უდაბნოებსა და უდაბურ ადგილებში ცხოვრება უწევდა. ის გახლდათ კაცი სახლისა და სამშობლოს გარეშე. წლების მანძილზე მაწანწალასავით ცხოვრობდა გაჭირვებაში. ზოგიერთი განიკითხავდა მას და მის ცხოვრებაში არსებულ სიძნელეებს და უმორჩილებლობას უკავშირებდა. გარჩევის უნარის მქონე ადამიანები დავითის ცხოვრებაში ღვთის ხელს ხედავდნენ, რომელიც ახალი ტიპის მეფეს ქმნიდა და უფლის კეთილგანწყობაც საგრძნობი ჩანდა. მისი სიბრძნით ეს ცხადი ხდებოდა. არაერთი მაგალითი არსებობს, როცა მორჩილი ადამიანი იტანჯება. იესო,
იოსები, ხანა, დანიელი, იერემია და იობი მრავალ სხვათა შორის. მორჩილის ტანჯვასა და ჯადოქრობის ზეგავლენის ქვეშ მყოფთა შორის განსხვავება ის არის, რომ მორჩილის ცხოვრებაში სულიერი წინსვლა ჩანს. ასეთები კედელს თავით არ ანგრევენ და მთას გარს არ უვლიან უმიზნოდ. კაენის შემთხვევა სრულიად განსხვავებულია. მისმა ურჩობამ დიდი ტანჯვა გამოიწვია. განაწყენებულმა უარი თქვა მონანიებაზე, რაც ცხოვრებისეულ წყევლად ექცა. მთელი ცხოვრება ლტოლვილობასა და წანწალში გაატარა. მისი უმიზნო და უიმედო ხეტიალი გაფრთხილებაა მომდევნო თაობებისთვის. ასეთი განცხადებით მინდა დავასრულო. ბოლო ორი თავის ჭეშმარიტებებს სხვათა განსაკითხავად ნუ გამოიყენებთ. შესაძლოა მათი ტანჯვა გამოცდა იყოს, საიდანაც ღმერთი განდიდდება. განხილული თავის მიზანია თქვენი დახმარება ღვთისძალაუფლების და უმორჩილებლობის სასტიკი შედეგების გაცნობიერებაში. თუ ურჩობაში ხართ, მოყვანილი ჭეშმარიტებების საკუთარი თავის განსასჯელად გამოიყენეთ და სიცოცხლის გზას დაუბრუნდით.